სამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით მედია საშუალებებისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრევენციისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ჟურნალისტებით და იურისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი პირველ ეტაპზე მოამზადებს სამართლებრივი რეგულაციის პროექტს დადგენილების სახით, რომელსაც შესაბამის უწყებებს წარუდგენს. მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ მიმდინარე პროცესებს, მედია საშუალებებს თუ რამე პრობლემები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ჩვენ იგივე ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ წერილს მივწერთ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას მივწერთ ერთობლივ წერილს და იქ ავსახავთ ყველა იმ არსებულ მდგომარეობას, რაც დღეს ხდება. როგორც რუსთავი 2, ასევე აფხაზეთის და სხვა მომავალში შესაძლო თავდასხმის ობიექტი მედია საშუალებები იქნებიან უფრო მეტად დაცულები ვიდრე არიან დღეს. რაც საბოლოო ჯამში დაიცავს ჩვენი თითოეული ჩვენთანგანის ისეთ ღირებულებას და უმაღლეს უფლებას, როგორც არის სიტყვის თავისუფლება. დავიწყებ მადლობის გადახდით ჩვენი კოლეგების მიმართ, მედია საშუალებების მიმართ, რომლებმაც დაგვიჭირეს მხარი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად მოქალაქეების მიმართ, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას. ეს შეხვედრა აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ მომავალში მსგავსი პრეცედენტები არ განმეორდეს, არა მხოლოდ აფხაზეთის ზღვასთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ მედია საშუალებასთან დაკავშირებით.